ძვირად გამსახურდიას გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანაში არსებული უკონტროლო შეიარაღებული ფორმირებების თარეშის აღსაკვეთად ხელისუფლებამ მათი ერთიან სტრუქტურაში მოქცევა გადაწყვიტა. 1990 წლის 20 დეკემბერს საქართველოს უზენაესმა საბჭომ შინაგანი ჯარის, იგივე ეროვნული გვარდიის შექმნის შესახებ კანონი მიიღო. პირველი რაც უნდა შექმნა სახელმწიფო ეს არის სტრუქტურები, რომლებიც მშვიდობიან გარანტიას მიცემს მოსახლეობას, რომ მშვიდობიან ქვეყანაში იცხოვრონ. ამ შემთხვევაში ისე როგორც ვთქვათ, იყო შესაქმნელი ჯარი, რომელიც თავს დაიცავდა ქვეყანა, უცხო ქვეყნის თავდასხმებიდან, ასე იყო შინაგანი ჯარის შექმნის мотивация დღის წესრიგში. იმდენად, რამდენადაც მაშინ ყველას გახსოვთ, რომ უამრავი ესეთი ფორმირებები არსებობდა. ახლა მე ვერ ჩამოვიტყვი, მაგრამ ბოლოს ვიღაცამ სამკაციანო ჯგუფმა ჩიტოგრიტოც კი შექმნა, თორე დანარჩენზე არ არის საუბარი. რამდენი იყო ალბათ მოსახლეობას ყველა ახსოვს და მისი ჩამოთვლა შორს წამოყვანს ახლა ამ შემთხვევაში. მაგრამ ძირითადი მაინც დაჯგუფება ეს იყო მხედრიული, ხო, თავისთავად. აქ გუმანთებული შედიოდა ხალხი. არიცით რა ამბავი დაწოლა ჩვენ აქვს იყო საქართველოს გვარდიისკენ დაუშვით. ხმა ვერ ამოიღო საბჭოთა კავშირმა. სწორედ იმიტომ რომ ოფიციალური სტრუქტურა იყო. ხო? და უნდა გენახოთ მე რა ზეიმით უშვებდა ხალხი საქართველოში ვინ უშვებდა ჯარში შვილს. ვინც მიდიოდა, გასაჭირით მიდიოდა საწყალი და ყველასთვის პრობლემა იყო, ხო? ძალზე იმით აცილებდა. ეროვნული გვარდიის შექმნას 28 დეკემბრის დადგენილება მოჰყვა, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება უკონტროლო შეიარაღებულ ფორმირებებს გვარდიაში გაერთიანებას თავაზობდა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი კანონგარეშე ცხადდებოდნენ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს. აიკრძალოს რესპუბლიკაში კანონით გაუთვალისწინებელი შეიარაღებული ფორმირებების შექმნა და მოქმედება. წინადადება მიეცეთ კანონით გაუთვალისწინებელ შეიარაღებულ ფორმირებებში გაერთიანებულ პირებს. ერთისთვის ვადაში ჩააბარონ იარაღის საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ორგანოებს. დადასტურდეს, რომ თუ ამ დადგენილების მეორე პუნქტში აღნიშნული პირები დათქმულ ვადაში ნებაყოფლობით ჩააბარებენ იარაღს, მათ მიმართ არ იქნება გამოყენებული კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ღონისძიებანი. ეს ადამიანები, რომლებიც შემთხვევით იყვნენ გაერთიანებული და არაფერი საერთო მათ თავის შეხედულებებით და შეხედულებებით არ ქონდა, ვთქვათ, არც კრემლიანთან, არც სახელმწიფოს წინააღმდეგ, ის ადამიანები მოიქცია ოფიციალურად სახელმწიფო სტრუქტურების შემადგენლობაში. მაგრამ როგორც კი ეს საკითხი დადგა, იმ წუთშივე ეს იქნა უარყოფილი იმდენადაც, რამდენადაც ახლა ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ჯაბა იოსელენის აზროვნება, ვთქვათ, არ იყო იქ მიმართული, რომ მას ფორმა ჩაეცვა და სახელმწიფოსთვის და ხალხისთვის და ქვეყნისთვის ემსახურა. აქ უკვე თხამშივე ეს ნათელი იყო. ჩვენი გვარდია ბატონ ნუდარ არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარი. მას ოფიციალური სტატუსი აქვს და მოვალი არიან რომ ეს აღიარონ. აღიარებენ. არა, უნდა კი ბატონო დავწეროთ ეს. არ აღიარებენ ეს პრობლემა, დავაცნობიეროთ, დავაფიქსიროთ. ის ბიჭები ომობდნენ მე ომში, ნამდვილად ომობდნენ. აი უბრალოდ აი დისციპლინა, სახელმწიფო, აი ამ მაშინ რა უნდა გვექნეს? არ უნდა გვეომა თათი ეს საერთოდ. და ნელა შევიდათ, გვეყალიბებინა არმია. და არა ვაჟკაცი ბიჭების კრებები, თუნდაც კარგი ბიჭების, არა აქვს მნიშვნელობა. ის კარგი ბიჭები იყვნენ და ცუდი ბიჭები კი არ იყვნენ ისინი. მაგრამ ისინი იყვნენ აი კარგი ბიჭები უკვე წინ წლებში სულ ქალაქური გაგებით, ანუ აი რაღაცა ცნებების ხალხი იყო ქუჩის გაგების, ხო? ამას არმია, პოლიცია, სახელმწიფო სამსახური ამას ვერ გუობს. და ეს რო შექმნა, ხო, მაგრამ მათ მეთაურებს ქონათ ასეთი გაგება. გვარდიის შექმნა სამწუხაროდ კვლავ მთელი საქართველოს გაგებული იქნა როგორც პარტიული გვარდია და არა როგორც სახელმწიფოებრივი გვარდია, იმიტომ რომ იგივე ზვიას გამსახურდიას მომხრეებში გვარდიის გარდა კიდევ არსებობდა სხვა შეიარაღებული ფორმირებები, რომელიც გვარდიაში არ შედიოდა. ან თუ შედიოდა ფორმალურად და ინარჩუნებდა მაქსიმალურ ავტონომიას, იყო სხვადასხვა საძმოები, რომლებიც მოქმედებდა გამსახურდიას მითითებით და ის ადამიანები არანაირ ერთიან სტრუქტურაში არ ჯდებოდა. ამის მიღმა იყო უდიდესი უნდობლობა საზოგადოების გარკვეულ ნაწილსა და ხელისუფლებას შორის. მიუხედავად იმისა, თუ როგორ იქნა აღქმული ეროვნული გვარდიის ფენომენი, ქვეყანაში მოქმედი თითქმის ყველა ჯგუფურ პარტიული შეიარაღებული ფორმირება მცირე გამონაკლისის გარდა გვარდიას შეუერთდა.
მხედრიონის ლიდერი ჯაბა იოსელიანი კი ოფიციალური სამხედრო სტრუქტურის შექმნასა და მის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს უარყოფითად შეხვდა. ალბათ იგივე პარტიული კუთვნილების მიზეზით. ოღონდ ზვიად გამსახურდიას მოწინააღმდეგე ბანაკის კონგრესის ეგიდით. ეროვნული გვარდია ეს არის ნამდვილი ბლეფი. არავითარი გვარდია არ არსებობს საქართველოში. ეს არის იგივე მოსკოვის შინაგანი ჯარების გაძლიერების პროცესი. ჩვენ დავემორჩილებით მხოლოდ ისეთ ორგანოს, რომელიც იქნება მთელი ქართველი ხალხის ნებისა და ინტერესების გამომხატველი. პირადად ვინმეს თუნდაც ზვიად გამსახურდიას ან სხვას ჩვენ არ დავემორჩილებით. ჩვენ ისე დავრჩებით, როგორც შევიქმნით. თუ ვინმე ჩვენს დაშლას მოინდომებს, ვურჩევ ილუზიებს თავი დაანებოს. მართალია სისხლი დაიღრება, მაგრამ ყველა მიცოდეს, რომ ჩვენი მოწინააღმდეგის იარაღი ჩვენს ხელში გადმოვა. სხვა გამოსავალი არ არის. თუ რუსის ჯარს მოიშველიებენ, ჩვენ ტყეში გავალთ და იქედან ვიბრძოლებთ. კატეგორიული უარი მივიღეთ, რომ ისინი არ შევიდოდნენ შინაგან ჯარში, არ იმსახურებდნენ და გააგრძელებდნენ, ვთქვათ, დამოუკიდებლად აი ესეთი იარაღის ჟღარულით სიარულს ჩვენს ქვეყანაში და ნუ გახსოვთ ალბათ განცხადებებიც იყო, რომ თუ ეს იქნებოდა ეს საკითხი ესე დადგებოდა, ისინი ტყეში გავიდოდნენ და ტყიდან დაიწყებდნენ რევოლუციას, ასე რომ ეს ყველაფერი ნათელია. გააკეთა ეს განცხადება, იცით რა, მაგრამ ჩვენ უნდა ვთქვათ ისიც, ბოლოს როგორ მოიქცა ბატონი ჯაბა. ჩვენ შეიძლება ბევრი, ასე ვთქვათ, ცოდვა ვთქვათ ჯაბაზე ან ბევრი შესწომაზე ვისაუბროთ, მაგრამ როგორც კი მას მიუკაკუნეს სახში, ის ხელებაწეული ჩაბარდა და მხედრიონის უმეტესობა ხელებაწეული ჩაბარდა, ერთი ტყვიაც არ გაუსვია. აი ეს არის სახელმწიფოებრივი მიდგომა. განწევებაზე წავიდნენ თვითონ ისინი, ეხლა ყოველგვარი რაღაცა რომ არ კონდეს ჩვენ ესეთი ეჭვები ურთიერთობებში, როგორც კი ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, მათ ჩათვალეს, რომ აი მოვიდნენ ბიჭები ხელისუფლებაში და რატო შეიძლება რომ ჩვენ არ მოსულიყავით. და ისინი მოვიდნენ. დაიწყეს განიარაღება პოლიციის, მაშინდელი მილიციის. თანაც ძალიან ისეთი იყო ეს მილიცია მაშინდელი. მართალი გითხრათ არ ქონდათ დიდი შეერაღება და დიდი უფლებამოსილება და რაღაცეები. და მათ გადაწყვიტეს, რომ აიღოთ, ესე ვთქვათ, ქალაქში ძალაუფლება და ხელისუფლება ხელში. და ძალიან ისეთი ძველბიჭური დამოკიდებულება ჰქონდათ ყველაფერი ამის მიმართ. დღეს ალბათ ისინი იცინიან ამის გამო, რა თქმა უნდა. ჯაბა იოსელიანისა და მხედრიონის ელიტის განიარაღებას წინ ერთი საეჭვო შემთხვევა უძღოდა, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში შავნაბადას ინციდენტის სახელით შევიდა და რომლითაც ქართული საზოგადოება კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ძმათა მკვლელ ომს. (1990 წლის 20 თებერვალს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემდეგი შინაარსის განცხადება გამოაქვეყნა. 17 თებერვალს ღამით ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის შენაერთს, რომელიც დაგეგმილი საწვრთნელი მეცადინეობიდან ბრუნდებოდა შავნაბადას გადასახლებთან უცნობმა პირებმა სროლა აუტეხეს. საპასუხო და ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა ორი სამხედრო მოსამსახურე და ერთი მოქალაქე. სამხედრო მოსამსახურეებმა შავნაბადაზე განლაგებული კორპუსებიდან ამოიღეს სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღი, ავტომატები, შაშხანები, პისტოლეტები, დიდძალი ტყვია-წამალი და ასაფეთქებელი მასალები. სხვადასხვა ორგანიზაციებიდან გატაცებული 20-მდე მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანა. დააკავეს ამდენივე მხედრიონელი. 20 წლიანი ინტერვალის შემდეგ შინაგან საქმეთა იმჟამინდელი მინისტრი დილარ ხაბულიანი ამბობს, რომ განცხადებაში ნახსენები უცნობი პირები სწორედ მხედრიონელები იყვნენ, რომელნიც რუსულ ქვედანაყოფს იარაღის ხელში ჩაგდების მიზნით თავს დაესხნენ და რომ მსგავსი ინციდენტი სომეხ კოლეგებთანაც ჰქონდათ. მახსოვს ერთი ესეთი ნათელი მაგალითი, რომ თავს დაესხენ შინაგანის ჯარების რაღაც ერთ ნაწილს არა, აი შინაგანი ჯარები ასევე სასომხეთში იყო განლაგებული და ცენტრალური ბაზა საქართველოში არსებობდა. როდესაც გადაქონდათ თავის ნაწილებისთვის სასომხეთში სომეხ კოლეგებს თავს დაესხა ერთ-ერთი დაჯგუფება და მთლიანად განაიარაღა. ვითომ განაიარაღა? იმიტომ რომ დაართვა ათასობით, უამრავი ათასობით ტყვია-წამალი იარაღი და ასე შემდეგ და ფაქტიურად ჩვენ ვერაფერი ვერ შევძელით, ერთი პისტოლეტიც კი ვერ დავიბრუნეთ უკან. ინციდენტის მეორე ვერსია კი ასეთია.
ღამის საათებში შავნაბადაზე მხედრიონის შტაბ-ბინაში გუშაგმა სწრაფად მომავალი შალფორმიანი ადამიანების ჯგუფი შენიშნა. გუშაგს ისინი თბილისიდან ამოსული მხედრიონელები ეგონა, თუმცა როდესაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, განგაში ატეხა. შავნაბადაზე მყოფმა მხედრიონელებმა ავტომატებიდან ცეცხლი გახსნეს. სტუმრებმა კი რუსული BMP-დან უპასუხეს. მხედრიონელთა მტკიცებით ზვიად გამსახურდიამ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლობასთან ერთად მხედრიონის წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილი სამხედრო ოპერაცია ჩაატარა. რის შედეგადაც მხედრიონის შტაბ-ბინიდან დიდძალი იარაღი, ნარკოტიკული ნივთიერებები და ტყვია-წამალი ამოიღეს. ადგილზე მყოფი მხედრიონელები კი დააპატიმრეს. შავნაბადაზე, სადაც იყო მხედრიონის ბაზა, პრაქტიკულად ოპერაცია განახორციელა რუსულმა სამხედრო ჯარებმა და იქნა აყვანილი მხედრიონის ერთი დაჯგუფება რუსების მხრიდან. შავნაბადაზე ზვიად გამსახურდიამ გამოიყენა რუსული ჯარი. რუსული ჯარი გამოიყენა პოლკი, უпростоრედ სპეცდანიშნულების პოლკი, ეგრეთ წოდებული ღამურები. მე მინდა გითხრათ, რომ მან მოელაპარაკა პატრიკეებს და მოხდა ეს მოლაპარაკება. მე ვიცი, რომ მან ფულის გადაუხადა მაშინდელი, ესე იგი 250,000 მანეთი უდრიდა $100,000. ეს ეკვივალენტი იყო. რუსები არ გამოუყენებია ზვიად გამსახურდიას ნამდვილად არანაირი ხმამაღლა შემიძლია განვაცხადო. ეს იყო თავს დაესხენ და იმათ თავი დაიცეს და დააპატიმრეს. წართმევა უნდათ რუსული ტექნიკის, მათ შორის BMP-ების და იარაღის, რა თქმა უნდა. აი ეს იყო ძირითადი მოტივი, სხვა არამე ნამდვილად არ ყოფილა. ასე რომ ამის შემდეგ მოხდა უკვე იძულებული გავხდით, რომ ეს ზომები გაგვიტარებენ. ამ ფაქტის შეტყობისთანავე თბილისიდან მომავალმა მხედრიონის ლიდერმა იმ მომენტში თავს გაქცევით უშველა. შავნაბადას ინციდენტის შესახებ კი საზოგადოებამ მეორე დღესვე გამართულ საპროტესტო მიტინგზე შეიტყო. მხედრიონი და კონგრესისტები ხელისუფლებას მოსკოვთან კავშირსა და მხედრიონის წინააღმდეგ შეიარაღებულ თავდასხმაში სდებდნენ ბრალს. რევოლუციონერებს შეუძლიათ რომ თეთრი წარმოაჩინოს შავად. მე ვამბობ რომ მსგავსი რამ ჩვენ არანაირი საერთო მაშინდელ რუსის ჯარებთან და რუსის სარდლობასთან არ ქონია, როგორც ესენი ამბობენ. შემდეგ უკვე გამოჩნდა გარკვეული დროის შემდეგ ვის ჰქონდა მათთან ურთიერთობა და ვინ მოახდინა ჩვენს ქვეყანაში რევოლუცია. ეს არის შეუთავსებადია ამ შემთხვევაში, არანაირად არ ჯდება ლოგიკაში, რომ ჩვენ მათთან რამე საერთო ქონდა და შემდეგ მათ რევოლუცია მოახდინეს და გადაგვატრიალეს რამოდენიმე თვეში. ასე რომ ნათელია ეს ყველაფერი, სურათი ნათელია. შავნაბადას ინციდენტის შემდეგ ხელისუფლებას მხედრიონთან რაიმე მოლაპარაკების ან პოლიტიკური მანევრირებისათვის სივრცე აღარ დარჩა. ჯაბა იოსელიანს კი თანამოაზრეები უკვე ტყეში გასვლას და იქედან ბრძოლას ურჩევდნენ. მას ურჩევდნენ ზოგიერთები, იქ მე მახსოვს ჯაბა დაიმალე. ჯაბა, ესე იგი შენ წადი, ვთქვათ, ტყეში და წინააღმდეგობა გაუწიე ამ ხელისუფლებას. მაგრამ მან თქვა ასეთი სიტყვები, აი ბევრმა არ იცის ეს. ჩვენ არა გვაქვს იმის უფლება, რომ დაუპირისპირდეთ და გავაჩაღოთ სამოქალაქო ომი. მე ჯობია წავალ ციხეში, აი სიტყვით, ასე თქვა მაშინ ბატონმა ჯაბამ და ამან გადაწყვიტა ბევრი რამ. გამიგეთ, მან ის ფიქრობდა, რომ მე თუ დავიმალე და მე თუ ვთქვა წავედი ტყეში, არა, ყველა გამოვყვება მე. ეს ნიშნავს იმას, ეს ნიშნავს ომს. იცით, ესე იგი, შესაბამისად, მან თქვა, რომ მე ამას არავითარ შემთხვევაში არ ვაკადრებთ საქართველოს და არც დაუშვებ ამას. ჯობია მე წავიდე ციხეში, ვიდრე დაუშვათ მოხდეს შეიარაღებული დაპირისპირება ქართველების შორის. ამ განცხადებიდან 2 დღის შემდეგ ჯაბა იოსელიანი მხედრიონის ელიტარულ ნაწილთან ერთად გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. გარე ოპოზიციამ მხედრიონის ლიდერი პოლიტპატიმრად გამოაცხადა. პოლიტპატიმრებად შეირაცხნენ მასთან ერთად დაპატიმრებული ჩვეულებრივი კრიმინალებიც. ჩვენ დავიწყებთ სიმშვიდეობა, ჩვენ დავიწყებთ პოლიტიკურ აქციებს და იმას მაინც ვიხსენებთ, რომ თუ ეს ენია გამოუშვებს,
ჩვენს მართალ ერთობისები და ჩვენს დამიჯერებები თუ ჯობია ეს სიხეთი ვიღოთ იმრიან ეს იყო იძულებით გადადგმული ნაბიჯი ჩვენი მხრიდან. მათი დაპატიმრება, მაგრამ სხვა საშუალება არ ჰქონდა და არც სხვა გზა დაგვიტოვეს მაშინდელმა ამ შეუღლო ფორმირებებმა. ამიტომაც იყო მე ვთვლი ეს ოპერაცია ჩატარებული და მე მიმაჩნია რომ ერთ-ერთი საუკეთესო ოპერაცია ჩატარდა, რაც კი ჩაგვეტარება, იმიტომ რომ ერთი ადამიანი არ დაზიანებულა მთელს რესპუბლიკაში. ჩვენი შემდეგ მოსული ბატონი ედუარდი იძულებული გახდა რომ ისევ ეს ადამიანები, რომლებიც ჩვენ მაშინ დავაპატიმრეთ, თითქმის ყველა დაწყებული ჯაბაევსენან დანარჩენი ყველა იმ ადამიანებთან, ვინც თვითონ შევარდნაძე ჩამოიყვანა, იძულებული გახდა რომ იგივე ქმედება განეხორციელებინა. სახელმწიფო მეთაურობა ითხრა რომ აიო, შენ რო პარტიების წინააღმდეგ იყავი, რატო ჩამოვაყალიბე პარტიებო? უხარებ ჩვენ ყველა პროვოკაციიდან თავი უნდა დავიწყო, ყველაფერს რომ თავი დავაკავო. შენ რატო ჩამოვაყალიბე, ხოთა შენ უფლება არ აქვს, შენ სახელმწიფო მეთაურობიდან კანონში წერია რომ სახელმწიფო მეთაურს არ აქვს, რომ რომელიმე პარტიის წევრი იყოს. შენ პარტიის წევრი და თავმჯდომარე ხარ, ვერ გავიგე. რაზეა ლაპარაკი? მე არ ვფიქრობ, რომ ზიად გამსახურდია მაშინ სწორად არ მოიქცა, ზიადი მაშინ სწორად მოიქცა. სახელმწიფოს უნდა გაეკონტროლებინა ქვეყანა და უნდა ხელში აიღო ძალაუფლება. ჩვენ არ დაგვაცალეს ეს ყველაფერი, ჩვენ პრაქტიკულად ვიყავით ხელისუფლებაში, მაგრამ ჩვენ არ ქონია ძალაუფლება. აი ეს იყო ჩვენი ტრაგედია, ჩვენი ბედური და ჩვენი იმდენად ქვეყნის. როგორც მოხდა ეს დაჭერა, ხო? მე მაგალითად თვლი არასწორი. სხვანაირად უნდა გაკეთებული იყო ეს. არ არის ისტორია და პოლიტიკა მithumetes-ა ინდური კინო რა. ნებისმიერ ადამიანში არის რაღაცის მარცვალი. ნებისმიერი ხალხი რადგან კეთილშობილი და კარგი იყოს, აი ჩვენი ხალხი, ხო? თუ მას წააქეზებ, აი გერმანელები, ახლა ჰიტლერი გვიქვრის, თუ ხელისუფლება ცუდისკენ წააქეზებს, უსათუოდ მოიძებნება რაღაცა ნაწილი, რომელიც ძალიან ცუდ საქმეებს ჩაიდენს. პოლიტიკასა და ცხოვრებაში რომ რუხი ფერები და წამქეზებლებიც აქტიურად მონაწილეობენ, ერთი ფაქტიც ადასტურებს. იმჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ შავნაბადას ინციდენტის შესახებ მხოლოდ მეორე დილით შეიტყო. შეიძლება ვინმეს, თქვა ადამიანები, ვინც კი ვისმენს, მოიჩვენოს, რომ აი სასაცილო ამბავია შინაგან საქმეთა მინისტრი და მე შემიძლია კიდევ ერთხელ განვაცხადო და არ ვიცი ახლა ადამიანები ალბათ ცოცხლებიც არიან იქ, ვინც მონაწილეობას იღებდა ან ვირას აკეთებდა, რომ მე მხოლოდ მეორე დილით გავიგე ამის შესახებ იქ რაც მოხდა. ეს უშუალოდ რუსებმა გააკეთეს მაშინ, იმიტომ რომ მან შეურაცხყოფად მიიღო იმ ადამიანის მათზე თავდასხმა, რომლებიც თანაც მათ საერთო ჰქონდათ. და არ მიცეს საშუალება რომ წაერთვათ როგორც იარაღი, ისე მძიმე ტექნიკა და ასე შემდეგ. იქ მოხდა ოპერაცია მძიმე ტექნიკის და იარაღის ხელში ჩაგდების მიზნით. და ამაზე გუპასუხა რუსეთის ამიერკავკასიის იმ ჯარის იმ ნაწილმა, რომელიც იდგა საქართველოში იმ პერიოდში. ეს იყო ზუსტად, მე ესე ვიცი. ეს იყო რომ მეორე დღეს ჩავერთვეთ უკვე ჩვენ, უკვე იძულებული გავხდით რომ აი ესეთი თქვათ ოპერაციები ჩაგვეტარებათ თელს რესპუბლიკაში. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მიმართავს მსოფლიოს კეთილი ნების ადამიანებს. იმას რომ ხელისუფლებამ მართლაც არაფერი იცოდა, მიხეილ გორბაჩოვისა და თავდაცვის მინისტრ იაზოვის სახელზე უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ მოსკოვში გაგზავნილი საპროტესტო წერილიც მოწმობს. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რუსეთის იმპერიული ხელისუფლება და გენერალიტეტი მათი საჯარისო შენაერთების გადაადგილებისა და მოქმედებების შესახებ არც ერთ რესპუბლიკას არ უთანხმდებოდა. ამდენად სავსებით რეალურია, რომ ამიერკავკასიის სამხედრო სარდლობამ შავნაბადას ინციდენტი მართლაც თვითნებურად განახორციელა. გამსახურდიას მხედრიონის გაუვნებელყოფის საბაბი მისცა და ამ თემაზე აგორებული სამოქალაქო დისკუსია ნელ-ნელა შეიარაღებულ დაპირისპირებად აქცია. Hey,
თავისთავად ამ რუსული ფორმირების გამოყენებამ კიდევ უფრო დაძაბა ვითარება სახელმწიფოში, იმიტომ რომ იმ პერიოდში ორი ეროვნული მოძრაობის გახლეჩილი ფრთა ერთმანეთს ათასგვარ ბრალდებას უყენებდა, ზოგი წვილი, ზოგი მართალი, ხოლო ამან კიდევ უფრო დაასხა ამ გადაწყვეტილებამ ცეცხლზე ნავთი, იმიტომ რომ რუსეთის ჯარების გამოყენება შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაში ეს უკვე ყოველგვარ საზღვარს ცილდებოდა, მით უმეტეს, როდესაც სახელმწიფოშიც უკვე იყო მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის შინაგანი ჯარები როგორც წესრიგის დამცველად შემოყვანის. მსგავსი სცენარით განხორციელდა 1991 წლის თებერვალში აფხაზეთში რუსული საჯარისო შენაერთის შეყვანა. ამ მოვლენებს კი მოსკოვის აგვისტოს პუტჩის ერთ-ერთი სცენარისტის გენადი იანაევის ულტიმატუმებიც უძღვოდა. მე ვესწრებოდი იმ საუბრებს, როდესაც მოსკოვიდან ჩამოვიდნენ გენერლები. მე ვიყავი ერთ-ერთი იქ, ვინც ამ მოლაპარაკებაში მონაწილეობდა. როგორ დაგვიცაცხანეს იმაზე, რომ თქვენი დამოუკიდებლობა ეს ჰაერია და მეტი არაფერი და 15 წუთში უნდა გადაეფრინათ თბილისის თავზე ავიაციას და რა იქნებოდა თბილისში კაცმა არ იცის და ტანკები უნდა შემოსულიყო თბილისში და მაშინ ამ 15 წუთში ზვიადმა გადაწყვიტა ის ელცინთან საუბარში, რომ არავითარი ტანკები ქალაქში არ გამოჩენება და არავითარმა ავიაციამ არ გადაიერა თბილისის თავზე. ეს იყო საბედისწერო საათი საქართველოს ისტორიაში და მე მგონია, რომ ჩვენ ამ საათს გავართვით თავი, კარგად გავართვით თავი და ერთ-ერთი რაც მე პირადად ჩემ ცხოვრებაში გამიკეთებია, მე მგონია, რომ ეს გადავარჩინეთ მაშინ საქართველოს. ქართული სახელმწიფოსათვის ისტორიულ საჯვარედინზე გამუდმებული ჭორები და ურთიერთბრალდებანი შეურიგებელ მხარეებს პოლიტიკური მანევრირებისათვის შანსს აღარ უტოვებდა. როგორც ოპერის ბაღში გარე ოპოზიციის, ისე მთავრობის სახლის წინ ხელისუფლების მხარდამჭერთა მიტინგებმა პერმანენტული ხასიათი მიიღო. კონგრესისტები ეროვნულ ხელისუფლებას უკვე ფაშისტურ ბოლშევიკურს უწოდებდნენ. ხელისუფლება კი მათ ქართველი ერის მოღალატეებს. ორივე მხარეს გამეფებული პოლიტიკური უმწიფარობისა და პროვინციალიზმის ფონზე კი ეროვნული ხელისუფლების დამხობის სცენარი სულ უფრო იხვეწებოდა და არა მხოლოდ კრემლში. ამ პერიოდში გამსახურდიას მოწინააღმდეგე გარე ოპოზიციამ და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მაღალჩინოსნებმა რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად აქტიური მუშაობა სამი მიმართულებით გააჩაღეს. პირველი ეკონომიკური ბლოკადა გახლდათ, რათა ხალხს, რომელიც დამოუკიდებლობის სანაცვლოდ სულ ცოტა ხნის წინ ბალახი საჭმელადაც მზად იყო, ეკონომიკური კრიზისის სუსხი ეგრძნოდა ხელისუფლების წინააღმდეგ გაელაშქრა. მეორე საინფორმაციო ომი გახლდათ, რომელსაც ძირითადად რუსული და უცხოური მედია დინების საწინააღმდეგოდ მცურავი პრეზიდენტის წინააღმდეგ ახორციელებდა. გამსახურდიას რადიკალური, უკომპრომისო და ხშირად ოდიოზური განცხადებები კი განსაკუთრებით ეროვნულ-პატრიოტული ნაციონალიზმის კუთხით ამის მოყიერ ნიადაგს წარმოადგენდა. მესამე კი მჭიდრო კავშირის დამყარება იყო ყველა ოპოზიციურ ძალასთან, ეგრეთ წოდებული ბურჟუაზიულ-დემოკრატიული შეიარაღებული აჯანყების მომზადებისათვის, რომელსაც შესაფერისი ზნეობრივი და ინტელექტუალური მოცემულობის მქონე ადამიანები აღასრულებდნენ და მოდერნიზებული საბჭოთა კავშირის მოწინააღმდეგეთა სტატუსით სწორედ მოდერნიზებული საბჭოთა ლიდერის პოლიტიკური ქოლგის ქვეშ აღმოჩნდებოდნენ.